მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, იმედია კარგად ხართ. განეწყვეთ ახლა დადებითად, პოზიტიურად თქვენთვის ვშლი, თქვენ სურვილებზე, თქვენს ოცნებებზე, თქვენს სანატრელ აუხდენელ ნატრაზე, რაც გაქვთ. ეს იქნება ერთი გაშლა. კელტური ჯვარი, ასე ქვია ამ გაშლას. ჩაიფიქრეთ თქვენი სურვილი, თქვენ რაც გინდათ ყველაზე მეტად, აი რასაც სურვილობთ, რასაც ნატრილობთ, რაც თქვენთვის ასეთი ცოტა მიუღწეველია, ხო? მაგრამ ფიქრობთ ამაზე და გინდათ რომ მიაღწიოთ, არა აქ მნიშვნელობა პირადია, თუ ისე საყოფაცხოვრებო რამე საგანია, რამე ნივთია, სიტუაცია, შესაძლებლობა, კარიერა, არა აქ მნიშვნელობა. მოკლედ თქვენი სურვილი, თქვენი ნატურა. და დავიწყებ. ვინც ამ ვიდეოს უყურებს, იმათვის საჯარო გაშლა. პირველი არის თქვენი სურვილი, თქვენი იმედი, თქვენი სიტუაცია, თქვენი ნატურა. მეორე არის რა გიშლით ხელს, რომ მიაღწიოთ ამ ნატურას, ამ სურვილს, ამ თქვენს ოცნებას. რა ვიცი, რაც როგორც გინდათ ისე დაარქვით, აი ხელი შემშელი ფაქტი, ხო? ეხლა თვითონ თქვენი ცნობიერება, თქვენი გონება, ანუ თქვენი მენტალობა, აი ესეთი კითხვა, თვითონ თქვენი სიტუაცია. შემდეგ თქვენი წარსული. თქვენი წარსული. გავაგრძელებ თქვენი მომავალი. შემდეგ თქვენი თვითშეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თვითშეფასება, როგორ აფასებთ ახლა თქვენ თავს. თქვენს ირგვლივ, აი ვინც არიან ადამიანები, თქვენი გარშემომყოფების თვალით დანახული თქვენ, ანუ როგორ გიყურებენ, ხო? თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, მათი შეხედულება თქვენზე. თქვენი ფიქრები, ოცნებები ყო ამ შემთხვევაში, აი რო გეშინიათ, თქვათ, არ შემისრულდება, არ ამისრულდება, არ ახდება, აი ესეთი ვარიანტი რა არის. და საბოლოო ჯამში მთლიანად გავაკეთებ ზოგადად კარტის რჩევა, ვინც ახლა მიყურებთ. დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ასრულდება თუ არა ეს სურვილი. თუ იქნება დასამატებელი და თუ იქნება კიდე რამე კითხვები, აუცილებლად დავეკითხები კარტს და დავიწყოთ თქვენი ოცნებებით, ხო? პირველი რაც იყო თქვენი სურვილი, თქვენი ფიქრები. დაფარულია, მაჩვენებს კარტი, რომ ეს თქვენი იმდენად პირადი ოცნებები, არ ვიცი ხა ვინ მიყურებთ, ვინ ხართ. შეიძლება იმდენად საიდუმლოა ეს რაღაცა, რასაც მე ეხლა ამ წუთას არ მიხსნის. ეს პირველი ვარიანტი. მეორე შეიძლება ვივარაუდო ის, რომ ეხება მაგიას. ანუ რაღაცა მაგიურს, მაგიური ჩარევა. ну შეიძლება ცუდად არა, ხო, არ ვიცი, საჯარო გაშლა, მაგრამ აი რაღაცა დაფარულს, ინტუიციას, ეზოთერიას, მისტიკას, მაგიურს, აი ყველაფერს ამას ამოუხსნელს. ანუ რაღაცა ისეთი სურვილი გაქვთ, რაც ჯერ ერთი რომ არ ამხელთ და თქვენშია ეს და მეორე შეიძლება მიმართოთ მაგიას,
რომ ეს სრული შეგისრულდეთ, ანუ ესეთ ვარიანტიც არის, არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვუძახი, საჯარო გაშლა. მეორე კითხვა იყო რა გიშლით ხელს და ამოვიღებ კარts და სტაბილურობა, ანუ არა გაქვთ ეს სიტუაცია ადამიანია ვითარება არა აქვს მნიშვნელობა. თუ ფინანსური უკმარისობა თუ რა ვიცი რა, სტაბილურობა არა გაქვთ, ამოყირავებულ სიტუაციაში ამოვიდა, ამ შემთხვევაში უარყოფით, ჩემი ეს გიშლით ხელს, რომ აი ამ სიტუაციაში თქვენი სანუკვარი სურვილის ოცნების იმ რაღაცა რისი მიღწევაც გინდათ, ჯერ ერთი დაფარულია და მეორე მისტიკასთან, მაგიასთან კავშირშია და მეორე სტაბილურობა არა გაქვთ. მესამე იყო თქვენი როგორ ვთქვა, მსოფლმხედველობა, თქვენი ფიქრები, ცნობიერება, გონება, ანუ ორად ახართ გაყოფილი, ნახეთ, ბალანსი გაქვთ დაკარგული. აი უნდა იყოთ ბალანსში, ურთიერთკავშირში, ან ურთიერთობა არ გაქვთ, ან ელოდებით, ან ორი სიტუაცია, აი გაურება, გესმით? ერთიც მაქვს, მეორეც მაქვს და ვერ ავარჩია, ესეთ სიტუაციაც არის. ან ხან იქით ხართ, ხან აქით ხართ, ხან უარყოფითში ხართ, ხან დადებითში ხართ და ვერ აბალანსებთ. ან არ გაქვთ კონტაქტი ხშირი, ესეც შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახი, საჯარო გაშლაა და ამიტომ ვარიანტები ბევრია, იმიტომ რომ ერთი კარტი ბევრ რამეს მოიცავს და ამ შემთხვევაში თქვენც ბევრნი ხართ, ვინც მიყურებთ და ყველაზე სხვადასხვანაირად ვითარდება, მაგრამ მთლიანობაში მოირგეთ თქვენ თავზე მესიჯს და რაღაცა მინიშნებას მაინც მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენთვის ვშლი და პირადში, რა თქმა უნდა, უკვე პირდაპირ როლს მევკითხოს, პასუხიც ადეკვატურად, პირდაპირ კონკრეტულად გპასუხობს და მეოთხე თქვენი წარსული. ნუ ეხლა იმედი გაქვთ, ნახეთ, იყურებით მომავალში, ეს კარგია, რომ რაღაცა იმედი გაქვთ. რაღაცას ელოდებით, მოლოდინის რეჟიმში ხართ. თქვენი მომავალი. ანუ აქ ეხლა როგორი სიტუაცია იცით? თვითონ კარტი ძალიან კარგი ამოვიდა, ბედის ბორბალია, მაგრამ საქმე რაშია, იცი, რომ მიაღწიოთ ამ მომავალს. გაქვთ რაღაცა დაბრკოლება, ან ვიღაც, ან რაღაც, არა აქვს მნიშვნელობა და სულ მოგერიების სიტუაციაში ხართ, აი თავის დაცვის ვარიანტში და თან მოკრის მოგერიების ან კონკურენტის. ეხლა თვითონ გიმართლებთ მთლიანობაში, მაგრამ ეს პრობლემა რა, აი სულ ტრიალებს თქვენში, რომელიც იდუმალებით მოცულია, რომელიც დაფარულია და აი წრიულად ტრიალებს, ყველაფერი მეორდება, თითქოს თქვენ ცხოვრებაში ის ვითარებები, ის ადამიანები თითქოს მსგავსია, აი მეორდება, არ ვიცი რა. რატომ მეორდება, ესეც საკითხავია. თქვენი თვითშეფასება, თქვენი თვითშეფასება. წარსულიდან წამოსულ ხართ, რაღაც სიტუაციას გაქცეულ ხართ, რაღაცა ტკივილი, დარდი, ან ადამიანი წასულა თქვენგან და განცდებში ყოფილ ხართ, მაჩვენებს კარტი. თვითონ აბა გარესამყარო, აი ის ადამიანები, ვინც თქვენს ირგვლივ როგორ ფიქრობენ თქვენზე, ანუ ფიქრობენ, რომ ბრძენი ხართ, რომ გაქვთ გონება, ჭკვიანი ხართ, გაფასებენ თქვენ მენტალიტეტს, თქვენ ჭკუას, აზროვნებას აფასებენ, მაგრამ რატომღაც რაღაც პერიოდი, აი სოციუმის მოწყვეტილები ხართ, თითქოს მარტო განმარტოება გინდათ, ან ეხლა გაქვთ ეგეთი პერიოდი, ცოტა ხანი, ხო, რომ სოციუმის მოწყვეტილი ვიყო, ჩემთვის ვიყო, რაღაც პერიოდი აი ესე, თქვენთვის ხართ, მერე ისევე გამოდიხართ სოციუმში, თქვენი აი ესე ვთქვათ, ვნახოთ თქვენი ფიქრები სამომავლოდ როგორია. ოჯახზეა თქვენი ფიქრები და ეს კარტი მეუბნება იმას, რომ გინდათ სტაბილურობა, რომელიც არ გაქვთ, გინდათ ოჯახი, რომელიც არ გაქვთ და მიღწევადია ეს თქვენთვის, მაშინ დავიკითხები კარტს. ამას, რაც
უნდა, ანუ იმას, ვინც ახლა ამოვიდევს უყურებს რესპონდენტს, ხო? და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი. აი ამ სტაბილურობას, ამ ოჯახს, ამ ურთიერთკავშირს, თბილს, ურთიერთგაგებას, პარტნიორულ სიტუაციას მიაღწევს, მიღწევადია, ამოვიდა მამაკაცი გრძნობით სავსე და ამოვიდა ძალიან მალე. გზა, ჩქარა, მაგრამ ნახეთ, იყო დიდი დაბრკოლება. ეს ეხებოდა გრძნობას, იყო ორმხრივი გრძნობა თქვენსა და მას შორის და რაღაცამ ძალიან დააბრკოლა ეს ადამიანი და ამიტომ ეს სტაბილურობა, ეს ოჯახი, ეს ურთიერთკავშირი, ეს სტაბილურობა, რაც გინდოდათ, არ მოხდა, ეს სამომავლოდ კითხე და იქნება, მაგრამ ნახეთ, მე მაფიქრებს პირველი კარტი, რომელიც ამოვიდა საიდუმლო, დაფარული. და ვნახოთ, აბა დავეკითხოთ თუ გაგვიხსნიან და თუ მოგცემენ ინფორმაციას, რას ეხებოდა ეს პირველი თქვენი სურვილი, თქვენი საიდუმლო, თქვენი დაფარული მიზნები, ფიქრები, სურვილები, რას ან ვის ეხებოდა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, თუ შეიძლება მაჩვენოთ. მამაკაცს და გრძნობას და რა თქმა უნდა იმ სიტუაციას, რომ რაღაცა მაგიას, რაღაცა როგორ ვთქვა, სასიყვარულო მაგიას, რის გამოც ეს ადამიანი სტაგნაცია თქვენსა და მას შორის და არ გამოვიდა კონტაქტზე, ან გააჩერა სიტუაცია და ის სტაბილურობა, რაც გინდოდათ, არ მოიტანა. დაგპირდათ, რომ ერთად იქნებოდით ოჯახს შექმნიდა, ან ყოველ შემთხვევაში თუ ეხა ოფიციალურად არ შექმნიდა ოჯახს, ისე იქნებოდით ერთად და არ მოხდა. და ვნახოთ, აბა მაინც თუ გვეტყვიან, სხვისი მხრიდან მოხდა ეს ჩარევა. მაგიურ ჩარევაზე საუბარი. დიახ ბატონო. სხვისი მხრიდან, წარსული ადამიანიდან, სხვა ადამიანიდან, ამ კაცის, ამ მამაკაცის წარსული პარტნიორიდან. მოხდა ჩარევა. ეს არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი, შეიძლება ყველაზე არ რეზონირდეს, უბრალოდ ეს არის ზოგადი ინფორმაცია. ყველა ეხლა თქვენ თავზე მიიღებთ, ვინც საჭიროა ის გაიგებს და მიხვდება და თქვენთვის რომ დაგაიმედოთ და ასე იმათ არ გაგიშვათ გულგატეხილები, მაინც ვკითხავ რჩევას თქვენ, ვინც ეხლა ამ გაშლას უყურებდით, რომელიც ეხებოდა თქვენ ცხოვრებას, თქვენ სიტუაციას, თქვენ სურვილს. აი, რაც გინდათ. ეხლა ხო ამ წუთას აბა ჩაიფიქრეთ კიდევ ერთხელ და ვეკითხებით კარტს დაახლოებით რამდენ ხანში, რამდენ პერიოდში ახდება, ასრულდება ეს სურვილი, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს. თქვენ გიშველათ იმან, რომ ხართ ძალიან მზრუნველი, დადებითი ენერგიის, თვითკმარი, ლამაზი, მატერიალურად მდგრადი, ანუ შემდგარი ქალი და იმ სიტუაციამ, რომელმაც ძალიან დაგანგრიათ და ეხებოდა მამაკაცს და ტრიალებს უკვე ეს სიტუაცია კაიხანია, ანუ ახლა ვერ ვიტყვი პერიოდ ზუსტად 1 წელი მაინც. დაახლოებით, თუ მეტი არა, ან თუ ნაკლები არა, ესე მაჩვენებს. გამოიყვანა თქვენი მდგომარეობა იმ სიტუაციამ, რომ თქვენი ენერგია უფრო არის მიმზიდველი იმ ხრივ, რომ დადებითია, მზრუნველია, ქალურია, სენტიმენტალურია და აი ამ სიტუაციამ, ამ თქვენმა თუნდაც იმან, რომ მატერიალურად ფეხზედ გახართ, ხო? მამაკაცისგან იყო დიდი გულგაცრუება, დიდი დარტყმა. და ჩარევა იყო ქალისგან. და რამდენ ხანში აუსრულდება? აქ მაჩვენებენ 9-ს, რაც ნიშნავს, რომ 9 თვე ბევრია. მაგრამ დაახლოებით რამდენ ხანში გამოვა აი ამ მდგომარეობიდან ეს ადამიანი, ვინც ახლა მიყურებს, კი, გამოსვლა მალე იქნება 3 თვე.
დაახლოებით. აი როგორც კი ხე ნაყოფს გამოიხებს, ნახეთ, ზაფხულის პერიოდისკენ, მაისის ბოლოდან, ივნისიდან, ესე მაჩვენებენ, გამოჩნდება ადამიანი, შეიძლება ახალი გრძნობით სავსე, გაგიჩნდებათ ინტერესი, აივსებით ენერგიებით, დააბალანსებთ ამ სიტუაციას, გაქვთ კიდე მფარველობა, რა თქმა უნდა, მადლობა უთხარით თქვენ ნათელ მფარველებს, რომლებიც გიცავენ და გიფარავენ და იქნება ზეიმი, იქნება სიხარული, ეს სულში. ეხლა ეს არა, შეიძლება ისეც იყოს რაღაც, თქვა, წვეულება, დაბადების დღე, დაქალები, მეგობრები, კი ბატონო, მაგრამ მე ვიძახი, აი თქვენ სულში უნდა იყოს ეს ზეიმი, სიხარული, ბედნიერება 3 თვე. და ეს პერიოდი შეგიძლიათ მოიცილოთ, აი ეს გულგატეხილობა, გულგაცრუება, ის დარტყმა იმ მამაკაცისგან, რომლიდანაც წამოვიდა ეს სიტუაცია, თქვენი დადებითი ფიქრებით, აზრებით და გაჟღერებით და სიყვარულის ენერგიის გაშვებით, ანუ რომ გიყვარს სამყარო, გიყვარს ეს ლამაზი ბუნება, გიყვარს დედა-დედამიწა, ნახეთ, გაიხედეთ, რა ლამაზი ამინდია, აგერ მზე ამოვიდა, გაათბო, არე, რა სილამაზია, რა ხელმა შექმნა ეს ულამაზესი გარემო, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, რა ბედნიერებაა სიცოცხლე, რა კარგია სიცოცხლე, აი სულ აი ესეთი ფრაზებით უნდა ისაუბროთ, თუნდაც ისე, თუნდაც ძალით, მაგრამ აუცილებელია, რომ შეძახილმა ხე გაახმო, რომ შევიდეს თქვენს ცნობიერში ეს დადებითი, ეს სითბო, ეს სიყვარული აგავსოთ და ბოლოს აი ესეთი ენერგიებით, სიყვარულის მადლიერების ენერგიებით თქვენ რო გასცემთ, რა თქმა უნდა, ბუმბერანგია ყველაფერი და იქიდანაც მიიღებთ სიყვარულს, მიიღებთ მადლიერებას და ყველა ის სიტუაცია მოგიგვარდებათ და თქვენ თვითონაც გაიხსნებით ეს გულის ჩაკრა, ეს გრძნობა, ეს ინტუიცია, ამაღლებულ იმაში იქნებით რა. ესეთ სიტუაციაში, ვითარებაში, ამაღლებულ ხასიათზე და ეს ზეიმიც მოვა, ეს ულამაზესი დღეც დადგება, როცა იზეიმებთ და თქვენი გული და სული გაიხარებს და ეს ასეა. დროებით.